ეს უფრო სწორედ, რომ ჩვენ ამ ტრაუმების, ასე ვთქვათ, ტრანსლირება გავაკეთეთ ძალიან ცუდ რამეში, ომის შიშში. იმაში კი არა, რომ ჩვენი ტერიტორიებია წაგვართვეს და ამ ტრაუმით მოძრაობ და არ ვაპატიებ აფხაზებს. ეს ცუდია ჩემი აზრით, მე დამემართა. რომ აი ასეთ განყენებული ხონდა და დალაპარაკება არ შეიძლება და უნდა შეხვიდე და დაამთავრო. გაუშვა. ქონდა არ მაქვს. და გეტყვი მოგიყვები როგორ, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა ის, რომ ეს იმაში კი არ ტრანსლირდა, რაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ არის კარგი ერისთვის, მაგრამ გასაგები მაინც არის და რა ნორმალური და შანსებს მაინც ტოვებს ასე თუ ისე, ხო? რომ ჩემია და ბოლომდე ვიბრძოლე. არა, ტრანსლირდა იმაში, რომ ომი არ მინდა, ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერი. ესეც იგივე ტრაუმამ დაძრა, ეს ოღონდ ომი არ მინდა, იმიტომ რომ ხა უცველები ვიყოთ ახლა ამ ხალხს ნანახი აქვს ომი ხო სულ აგერ 2008 წელს ხო ეს ხო ძალიან ახლო მეხსიერება ხო ეს 90-იანებიც არ არის თან 90-იანებისგან განსხვავებით 2008 წელს ყველანი ვხედავდით რა ხდებოდა აფხაზეთში რა ხდებოდა იმას ვერ ხედავდა ნუ რაღაცა შეიძლება შავ-თეთრი დოკუმენტური კადრებით რაღაცა პერიოდის მერე მაგრამ იქ ყოველ წუთში ვხედავდით რა ხდებოდა იქ ვხედავდით დაბომბილ გოლს ვხედავდით გარდაცვლილ ადამიანებს ქუჩებში აქაც ეცემოდა ხო ეს დაბომბები თბილისში ხო ეს ხო ასადებია ეს არის ტერორიზმი, ამაზე კაპიტალიზაცია, როცა ხელისუფლება იმას აკეთებს, რომ მუდმივად ადამიანებს მემენტო მორის ეძახის ყურში, რომ გახსოვდეს სიკვდილი. ეს არის ტერორიზმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. არ შეიძლება ყველაზე უფრო მძიმე შიშებს ადამიანებს ყოველდღიურად უღვივებდე. ნაცვლად იმისა, რომ დავავიწყო. არ შეიძლება ხა მეცინება რომ ამბობენ, რომ აფხაზებთან თანამშრომლობა ვისთვის შეაქვთ თურმე ბენზინ ფეხებზე კიდიათ მათ აფხაზებიც და აფხაზეთიც და ქართველებს რა თანამშრომლობაზე უნდა ელაპარაკო აფხაზეთის საერთოდ ჩაიკეტეს ქართველებმა და სამაჩაბლოც. ოღონდ იმიტომ კი არა რომ რაღაცა შეეგუენ იმას რომ დაკარგულია თუ რა. არა, მაგაც არ შეგუებიან ქართველები. არა, იმიტომ რომ შიშის ეს ტრაუმა კონვერტირეს შიში და ეუბნებიან რომ აფხაზეთი გინდა მაშინ ომი იქნება. ან რუსეთის ნაწილი უნდა გახდე და იქ გაერთიანდე აფხაზეთთან. აი ეს ორი არჩევანი დაუტოვეს რეალურად. და ქართულს არ უნდა არჩევ რუსეთის ნაწილობა, მაგრამ ომიც არ უნდა. ომი რო არ უნდა, ეს გასაგებია ჩემთვის. ამიტომ მე მგონია რომ ადამიანებს უნდა ვუთხრათ და ჩვენ ხალხს უნდა ვიცნობდეთ ისეთ როგორებიც არიან და უნდა მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან. თუ არ მივიღებთ და შეგვიძლია რომ გავეცალოთ. ანუ ამ ხალხთან თუ გინდა ჩვენ მუშაობა და პოლიტიკოსები ვართ, უნდა ვიცოდეთ რომ მათ აფხაზეთიც აღელვებთ, მაგრამ არც ომი არ უნდათ. ხო ჩვენ ლაპარაკობთ უმრავლესობაზე ადამიანებს დიდ უმრავლესობაზე გასაგებია რომ ვიღაცა სადღაც ან რაღაცა რაოდენობის ადამიანებს გული ისე უფრიალებთ ყველაფერზე მზად არიან და ამ შემდეგ მაგრამ ჯერთ ეს მზაობა არავინ არ იცის რისი მომტანია და ბ ჩვენ ლაპარაკობთ ხალხის სახელით როცა ლაპარაკობთ და ხალხს რა უნდა ხალხს ომი არ უნდა ეს არის ფაქტი ამას ვერაფერს ვერ უსაუბრ ვერა ახალ თაობებს მით უმეტეს ახალ თაობები საერთოდ ვერ ხვდებიან ნიკა ერთ რატომ ღირს ომად ის თუნდაც ის რაც ხდება, იმიტომ რომ ეს თაობები ძალიან პაციფისტურად გაზრდილი ხალხია. ამაზე ახლა გინდა მიიღე ეს მოცემულობა, გინდა არ მიიღო ეს მოცემულობა, ხო? ეს ასეა და ამიტომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც თან გამოსავალია და არა ენისქავილი და რაღაცა цаრიელი ტექსტები, მაგრამ თან უნდა ვიცოდეთ, რომ ომი ასეთი გამოსავალი ვერ იქნება ხალხის სურვილის გამო და ამ წუთში ვერ იქნება იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ რესურსი არანაირი არ აქვს, რომ ლაპარაკობთ, რა ხა უნდა შევიდეთ, გადავჯილიგინდეთ და დავჯდეთ და ეს არის გამოსავალი, ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. აი ამაში არ შემაქეთჩე, მაგრამ რო შედიხარ უკან ქუთაისამდე რო არ მოდის ის აფხაზი შენი აი ამ ჯარის ამ ვითარებაში ყოფნის გამო რაც ხოცებმა უკნეს ეგ საიდან ვიცით ხო უპასუხისმგებლობა არის ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი ემოციური დროშის ხრიალი პასუხისმგებლობა მათ შორის დიდი ზიანი მოაქვს ნიკა ახსენე რომ ქართულს უნდა აფხაზეთს დაბრუნება ქართულს ზოგადად ხო კოლექტიურად ეს არის შეთანხმება მაგრამ არის ერთი საკითხი რომელზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ ხმამაღლა და ახალგაზრდები ახსენენ მათ შორის ერთი ხდება ეს ემოციური დისტანცირება ადამიანებმა არც იციან ჩემ თაობაში მაგალითად რაზე ლაპარაკობ როცა არსებობს ემოციური კავშირი ახლა მაგალითად მე რო უყურებ აი რომ ცეკვავენ ავტომატ გადაკიდებულები ვინ არიან რო ვერ გაიგებ რა ეს სიმწარე ხო რაღაცა რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა როგორც მარცხის სიმწარე მაგრამ ამას გარდა არის მე შემხედია ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც როგორც კარგ ამბობს კი არ ამბობს მაგრამ ამბობს რომ ეს მით რა მოცემულობა ალბათ რომ ჩვენ ვერ დავებრუნებთ აფხაზეთს რა გაიყვანს იქიდან რუსეთს არა მე არ მჯერა არც მე ამჯერა ამის მაგრამ
ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილთან, რომელიც ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს მათ შორის, იმიტომ რომ არც უნდა რომ ეს მოხდეს, არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ შეიძლება ღია არ იყოს ამ თემებზე საუბარი. რას ეთყობთ ამ ადამიანებს? მე ამ ადამიანებს მესმის, ეს ადამიანები უყურებენ ასე ვთქვათ მეინსტრიმულ ნარატივს, რომ აფხაზეთის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ომით. და ამას რო კრიტიკულად ასე ვთქვათ უძგებოდე არა მხოლოდ სულვილების ნაწილში ხალხს რა უნდა, არამედ უბრალოდ შეფასების ნაწილში შეგიძლია თუ არა შენ ეს გააკეთო. ეს absolut რეალურია. აქედან რო გამომდინარეობს დასკვნა, რომ ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ, ნუ მესმის, ამაში არის რაღაცა რაციონალური, ხო? მე უყურებ ამას განსხვავებულად. ამიტომაც მათ შორის ამ მიზეზითაც ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს გაერთიანება, იმგვარად რომ არც ომი არ იყოს და თან გაერთიანება რეალური იყოს და არა ისეთი პერსპექტივაში, წლების პერსპექტივაში, თუ საუკუნეების, როცა პრაქტიკულად ჩვენ თუ მეხსიერებით დავკარგეთ აფხაზეთი, ეგ არის სინამდვილეში ტერიტორიის დაკარგვა, მეხსიერებით დაკარგვა და მეხსიერება ჩემი და შენი ხო არ არის. მეხსიერება ჩვენი შემდეგი თაობების არის, ხო? შენი შვილის ასე შემდეგ, ხო? და ჩემი შვილი რო ამ მეხსიერებას არ დაკარგავს, ყოველთ იმიტომ ხდება, რომ მე ჭიჭინებ ყოველდღე, ხო, რაღაცას ყვებიან, კვირაში ერთხელ ან შემდეგ, მაგრამ ეს ჩემი მოცემულობა, იმიტომ რომ მე ეს მაწუხებს, იქედან ვარ, ნათესავები იქედან არიან, ჩემი წრე ამაზე ლაპარაკობს და გასაგებია. ჩემი შვილი ვერ დაკარგავს, იმიტომ რომ ჩემი ცოლიც სოხუმელი არის და ამიტომ მაგრამ მნიშვნელოვანია, მაგრამ იცი რა არის, გავიგეთ, რომ ეს ადამიანებს მაგრამ ნახე, როგორ არსებობს ეს გამოსავალი. აი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე უბრუნდები ისევ. და ნიკოფსია ადამიანებს აფხაზეთია, რომ ომიც დაკარგულს. შვიდობით ვინ დაგიბრუნებს? რა თქმა უნდა, არავინ აფს არ დაგიბრუნებს. აი, მაშინ რა არის ის სივრცე? როდის დაბრუნდებიან აფხაზები და სამაჩაბლოში ცხოვრები ადამიანები, მოდი აფხაზეთში და სამაჩაბლოში ცხოვრები ადამიანები. როცა მათთვის ეს იქნება საინტერესო და ისინი ცხოვრებენ უკეთესად. შეიძლება თუ არა მათ ერთიან ქართულ სახელმწიფოში, აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოში კი ბატონო ესე იყოს, იცხოვრონ უკეთესად, შეიძლება, რა თქმა უნდა. და ეს უკავშირდება ევროკავშირის წევრობას, საქართველოსაც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ვითარება, როცა რუსეთი არის ჩამოშლილი და უკრაინასთან ომის მერე თავისუფალი მიმოსვლა კი არა, საერთოდ თავის ქვეყნიდან ვერ გავლენ და აფხაზები არ არიან რუსებზე შეყვარებული ხალხი. არც არასდროს არ ყოფილან. და ამას აქვს ძალიან რაციონალური მიზეზი, რუსებს ისინი მიაჩნიათ მესამე ხარისხოვან ადამიანებად. ქართველები არ მიაჩნიათ და ისინი მიაჩნიათ. და აფხაზები ამას გრძნობენ. ძალიან კარგად. ამიტომ მათ რუსები ძალიან არ უყვართ. ძალიან არ უყვართ წყოჭორის და თუ შეხედავთ აი ეს რაღაცა გაწყოლა რუსების ქვეშ აფხაზეთში თითქმის არ ხდება. ხო, პირიქით უფრო აგრესიული შეტევები ხდება ხოლმე, ხო? თუმცა ქართველები შეიძლება უფრო მეტადაც კი არ უყვართ. გასაგებია პოსტსოციალურმა არ ჩვენ არ მიყვარს, ახლა აფხაზებს ჩვენ ვიტყუებით, რომ ძმები რაღაცებს ვისახა არ გვიყვარ, ვერ გვეყარება. ჩვენი მეზობლების გამხოცი ხალხი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ წუთში ჩვენ პრაგმატულად ერთმანეთი დაგჭირდეს. და ამ დაჭიროების პირველი რატო შეიძლება ერთმანეთი დაგჭირდეს? ხო, მოდი ესე ვიფიქროთ. ეს არის ევროკავშირის წევრი საქართველო, რომელიც მოწონს აფხაზეთს, იმიტომ რომ თავისუფალი მიმოსვლა აქვს, ევროპული პასპორტი აქვს, თავისუფალი და განვითარებული ეკონომიკა აქვს, რომელიც არის ნაციონალურ უმცირესობებზე თან ევროკავშირზე ვლაპარაკობ ორიენტირებული. ნაციონალურ რამე უმცირესობა. ხშირად მემარჯვენე ლიბერალებს რო არ მოწონთ ისე, ხო? პოზიტიურ დისკრიმინაციაზე და ცოტა საბჭოთა კავშირულადაც აკეთებს ამას ხშირად პოზიტიური დისკრიმინაცია. უმცირესობისთვის ყოველ სასარგებლოა. ანუ იქ გაჩნდება გარანტია. ცისფერ ჩაფხუტიანები და რუსები კი არა გაეროს რაღაცა რო არავინ არ იცის საქმეზე რომ იდგება და ვერ დაინახავ ისეთი რაღაცა ბოდიშკოლასთან რაღაცა მშვიდობის ყოფილები ან რუსები მით უმეტეს რომელიც როგორ შეიძლება მშვიდობის ყოფილები იყვნენ როცა მხარია და მთავარი მხარია ამ ომის, ხო? არა, გაჩნდება ინსტიტუციური გარანტია აფხაზებისთვის, რომ ისინი ცხოვრობენ მშვიდობიან. ხო, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაცების ლათბობა მოგვიწევს ყველა ვარიანტში, თუ გვინდა რომ ჩვენი იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე კვლავ ვრცელდებოდეს. ოღონდ ევროკავშირის წევრები და სახელმწიფო სახელად საქართველო მისი კონსტიტუციური დაფარვით აფხაზეთზე ცხადია. რატომ ჭირდებათ კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ ფულია ჯერ ერთი. აფხაზეთის აღდგენაში აი ეს ისეთი რამ არის, რასაც რაშიც ევროკავშირი უზარმაზარ ფულს ნახარჯავს. და კი ჩვენც ვაწყობს ეს, იმიტომ რომ მე სადღაც ვთქვი რომ უკრაინაში უამრავ მილიარდები კი არა ტრილიონები დაიხარჯება და ჩვენი არ ვიქნებით, თქო და დაიწყეს ლაპარაკი რომ უკრაინელი რაღაცა კომენტარები ნახე მეორედღეს რომ უკრაინელების სისხლზე ფულის
დროს არა ოპოზიციონერებმა კონკრეტული პარტიებიდან რომ აი ახლა რაზე ფიქრობს რაზე ვფიქრობ ქართველებმა რომ ბევრი ფული იშოვონ უკრაინის აღმშენებლობაში ამაზე ქართული მოლდოვის ხელისუფლებაზე ფიქრობს ალბათ იმაზე ფიქრობ